საქართველოში კვლავ ვირუსების პიკია. განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა ღორის გრიპი, რომელსაც ახლავს 40-მდე ტემპერატურა. ვირუსების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითქმის არ დადიან ახსასრდელები და მოსწავლეები. რა გართულებები ახლავს თან და როგორ დავიცვათ პატარები გავრცელებული ვირუსებისაგან, ჩვენს კითხვებს პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი უპასუხებს. ქალბატონ ნაირა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ქალბატონინო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. როგორც ვიცი, ყოველდღიურად 50-მდე ბავშვისგან სინჯვა გიწევთ, რა ვირუსები არის გავრცელებული პატარებში და რა გართულებებს იწვევს? თქვენ დაგეთანხმებით ნამდვილად, რომ ახლა არის რესპირატორული ინფექციების პიკი საქართველოში და რა თქმა უნდა გურჯაანშიც. მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია ამ ინფექციებთან დაკავშირებით. დღეისათვის დაახლოებით 10-ზე მეტი ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და მათ შორის კახეთში და რა თქმა უნდა ყველაზე უფრო მძიმე არის გრიპის ვირუსი. ძირითადად ცირკულირებს ატიპის გრიპის ვირუსი, რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი, თუმცა ბოლო პერიოდში იმატა ასევე ბ-ტიპის გრიპის ვირუსმაც. გრიპის ვირუსების გარდა უკვე მოგახსენეთ არის პარაგრიპის ვირუსები, რესპირატორული სინციტიური ვირუსები, ადენოვირუსები და თუ კოინფექცია წავიდა, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსი კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარეობის თვალსაზრისით და შემდგომი, თქვათ, გამოჯამთელების პერიოდს გვიხანგრძლივებს, გართულებები უფრო მეტია ესეთ სიტუაციაში. ამიტომ ყველა მშობელს ვთხოვთ ხოლმე, რომ იყვნენ უფრო მეტად ყურადღებით ამ პერიოდში, ვიდრე თქვათ იგივე ადრეული შემოდგომის ან ზაფხულის პერიოდებში. ვიცით, რომ ამ ვირუსებს მარტივად შველის ტამიფლუ, რომელიც გარკვეული პერიოდი არ ეშოვებოდა და რამდენად კარგი მეთოდი არის, რომ დაიტესტონ ბავშვები და პირველივე დღეს, როდესაც მაღალი ტემპერატურა ექნება, თუ დადასტურდა, რომ ამ ბ-ტიპის ვირუსია, მიიღონ ეს მედიკამენტი. რამდენად უმსუბუქებთ მათ ავადობას? დაგეთანხმებით ქალბატონო ნინო, მოგახსენებთ, რომ ტამიფლუ არის მხოლოდ და მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი. უკვე 15 წელია, რაც ჩვენ ამ პრეპარატს ვიცნობთ და ვიყენებთ ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, ხანდაზმულებშიც. საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და ძალიან კარგად გვეხმარება გრიპის ვირუსის გართულებების თავიდან აცილებაში და თვითონ ავადობის პერიოდის უფრო მსუბუქად წასვლაში. ოღონდ წეღანაც აღნიშნეთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, დედებმა არ უნდა მიმართონ თვითმკურნალობას ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სერიოზული პრეპარატია ეს და განსხვავებით, თქვათ, ანტიპირეტიული საშუალებიდან ნუროფენის და პარაცეტამოლის გამოყენებისგან, რომელსაც ვეუბნებით ხოლმე დედებს, რომ სიცხის დროს ექიმის გარეშეც შეიძლება გამოიყენონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამასაც თავისი წესები აქვს. ტამიფლუ ინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით დადასტურებული გრიპის ვირუსული ინფექციების დროს. შესაბამისად, ტესტები ძალიან გვეხმარება და არის, რა თქმა უნდა, გურჯაანში ამის საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ ატიპის გრიპის ვირუსია, ბ-ტიპის გრიპის ვირუსია, თუ სხვა ვირუსთან გვაქვს საქმე. დროულად დაწყებული ტამიფლუთი მკურნალობა, რა თქმა უნდა, ძალიან ამოკლებს ავადობის დროსაც და თავიდან გვაცილებს გართულებებსაც. პირველი 48 საათისთვის ამ პერიოდშია სასურველი ტამიფლუს მიღება, ამიტომ მშობლებს ვთხოვთ ხოლმე, რომ გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი ბანალური გაციებისგან, იმით რომ თქვენ უკვე ახსენეთ, რომ იწყება მაღალი ცხელებით 38 ნახევარიძას ზემოთ და დამახასიათებელია უფრო ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ვიდრე რესპირაციული სიმპტომები. კერძოდ ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი განსაკუთრებით. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ მუცლის ტკივილი დიარეით და ღებინებით მიდის და შემდგომ ერთვება ხოლმე სურდო და ხველა. ამიტომ თუ კი იწყება აი ესეთი მაღალი ტემპერატურით და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებით, დიდი ალბათობაა, რომ გქონდეს გრიპთან საქმე, ამიტომ სასურველია, რომ დაუყოვნებლივ, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებმა მიმართონ ექიმს. და რისკ ჯგუფებიც რომ გავახსენოთ ჩვენ მოსახლეობას, ეს არის ბავშვები და განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ხანდაზმულები და მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ორსულები. ორსულებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ამ პერიოდში. დიახ. ჩემი დაკვირვებით ხშირად ამ ვირუსებს ახლავს გართულება და ექიმები, მშობლები იძულებულნი ხდებიან ხოლმე, რომ ანტიბიოტიკებით უმკურნალონ, თუ მაგალითად ტამიფლუს არ მიიღებენ. ხშირად ამბობენ მშობლები, რომ 40-მდე სიცხე ერთი კვირაც კი უგრძელდებათ ბავშვებს. რას ურჩევთ?
მათ რა მკურნალობის მეთოდი ქალბატონო ნინო ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის სამკურნალო პრეპარატი ყველა მშობელს ვეუბნებით ყველა პაციენტს ვეუბნებით ანტიბიოტიკს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია მოკლას ბაქტერია ვირუსის საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ანტიბიოტიკის ჩართვაც გვიხდება რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გრიპის ვირუსთან ახლავს ბაქტერიული ინფექცია როგორც წესი ბაქტერიული ინფექცია თავიდანვე არ იჩენს ხოლმე თავს მხოლოდ მე-5-მე-6 დღიდან როდესაც იმუნური სისტემა ამ მაღალი ინტოქსიკაციის გამო შედარებით სუსტდება არ არის გამორიცხული და გქონია ამის ბევრი შემთხვევები რომ გააქტიურებულა იგივე სტრეპტოკოკი სტაფილოკოკი ჰემოფილუს ინფლუენსა აი ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა საჭიროება არის ხოლმე უკვე ანტიბიოტიკის ჩართვის ოღონდ აქაც მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნოთ აუცილებლად ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში და დადასტურებული ბაქტერიული ინფექციების აი მშობლები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე რომ როდესაც ილოდებიან და 5 დღის შემდეგ აძლევენ ანტიბიოტიკს უფრო გართულებული შემთხვევები აქვს და ამიტომ იძულებული ხდებიან რომ თქვათ მეორე დღიდანვე მისცენ არ ეთანხმებით თქვენ არა არ ვეთანხმები ნამდვილად ჩემთვისაც ბევრჯერ ვთქვათ მშობლებს რომ აბა რა მექნა 40 ქონდა ტემპერატურა და ანტიბიოტიკი არ ჩამერთო რა თქმა უნდა არ შეიძლება ანტიბიოტიკების ჩართვა კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი რომ ანტიბიოტიკი არის მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიის მკვლელი ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი პირიქით შეიძლება მისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების გამო კიდევ უფრო დაგვისუსტოს პაციენტის იმუნური სისტემა და უფრო მძიმედ წავიდეს ვირუსული ინფექცია ვიდრე მისი არ ჩართვის შემთხვევაში. ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მშობლები რომ ეშინიათ ფილტვების ანთება არ განვითარდეს და ამიტომ აძლევენ ანტიბიოტიკებს. კი ბატონო ჩვენ რისიც გვეშინია გრიპის ვირუსის და განსაკუთრებით A ტიპის გრიპის ვირუსის, თუმცა არც B ტიპის გრიპის ვირუსია გამონაკლისი, გართულება ახასიათებს როგორც ვირუსული პნევმონიის სახით, ასევე სწორედ მაგიტომ რომ იმუნური სისტემა ითრუგუნება, მოდის ხოლმე მერე პნევმოკოკი და ბაქტერიული პნევმონია შეიძლება წამოვიდეს. თუმცა ვირუსული პნევმონიის განვითარება მალევე ხდება ხოლმე 2-3 დღეში, მაგრამ დამერწმუნეთ ამ პერიოდში ანტიბიოტიკის ჩართვა არაფერს არ გვიკეთებს. ბაქტერიული პნევმონიის უკვე გართულების სახით მოდის ხოლმე მე-7-მე-8 დღეს. ამისი კლინიკური ნიშნებით გამოცნობა შეგვიძლია მშობლებს ვასწავლოთ და პაციენტს ვასწავლოთ ის საშიშროების ნიშნები რა დროს უნდა ჩართოს ასე რომ ვთქვათ საგანგაშო ზარი და რა დროს სწრაფად უნდა გადავიდეს სტაციონარში ან მიმართოს ოჯახის ექიმს. ეს არის პირველი ნიშანი პნევმონიის ზოგადი მკვეთრად გამოხატული სისუსტე სუნთქვის გაძნელებით, გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, შეიძლება ხველა არ იყოს ძლიერი, მაგრამ ტახიპნოე, სუნთქვის უკმარისობა, დაბალი სატურაცია, ზოგადი სისუსტე, მადის დაქვეითება, ეს არის ის საგანგაშო ნიშნები, რა დროსაც შეიძლება ნამდვილად იყოს პნევმონია, გართულებული გრიპის ვირუსი, ამიტომ ასეთ სიტუაციაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, დროულად მოხდეს იდენტიფიცირება გართულება ეს ვირუსული პნევმონია თუ ბაქტერიული პნევმონია, რომ დროულად მოხდეს. რა თქმა უნდა, თუ საჭიროა ანტიბიოტიკების ჩართვაც, ანტივირუსული პრეპარატების ჩართვაც და პაციენტის სწორი მიმართულებით მართვა. ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ ვირუსებს ახლავს ეგრეთ წოდებული შებრუნება და 3 კვირა ვერ ჯანმრთელდებიან ხოლმე. ნამდვილად დამახასიათებელი არის. საქმე იმაშია, რომ გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ინტოქსიკაცია. შესაბამისად, აქედან ორგანიზმი ძალიან სუსტდება. სუსტდება იმუნური სისტემა, ენერგეტიკული ძალები ილევა ხოლმე. ამიტომ ზოგადი სისუსტე შეიძლება ერთ თვემდეც კი გასტანოს. რეინფექცია გრიპის ვირუსით, გრიპის ვირუსი ნაკლებად ახასიათებს. თუმცა აქაც მინდა პაციენტებს მოვუთხროთ, რომ თუ ეს შებრუნება ასე ბრჭყალებში რო ვთქვათ 10 დღის განმავლობაში ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის ვირუსმა ჯერ კიდევ ვერ დატოვა ორგანიზმი ბოლომდე და მისი კლინიკური ნიშნების გამოხატულება. ხშირად გქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი ტემპერატურა თითქოს დაიწია, კარგად თქვა, არ გვაქვს სიცხე, მაგრამ წამოვიდა ხველა, წამოვიდა განმეორებით თითქოს სურდო. რა თქმა უნდა, თუ ეს 10 დღის განმავლობაში ხდება, ეს გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. მაგრამ თუ ეს 2 კვირის მერე დაიწყო, რომ თითქოს ისევ ხელმეორე ტემპერატურა, ხველა წამოვიდა 2 კვირის მერე სურდო წამოვიდა, აქ დიდი ალბათობით გვაქვს უკვე
სხვა რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასთან ან ბაქტერიულ ინფექციასთან. ასევე საინტერესოა თუ შეგხვდება ღურის გრიპი ერთხელ ხარ თუ არა დაცული, თუ შესაძლებელია კიდევ სეზონის განმავლობაში როგორც წესი ერთ სეზონზე ერთი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. თუმცა უამრავი სეროტიპი აქვს იგივე ღორის გრიპსაც, B ტიპის ვირუსსაც. იმ სეზონზე როგორც წესი დაცული ვარ და აღარ შეგხვდება ამავე ტიპის გრიპის ვირუსი. თუმცა მომავალ წელს რომელი ვირუსი იჩენს თავს, იგივე გრიპის ვირუსია თავი, რომელი შტამი, რომელი სეროტიპი, რომელი ქვეტიპი, ამის წინასწარ განსაზღვრა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ამიტომ არის ხოლმე, რომ წინა წელს აცრილი პაციენტები გრიპის ვირუსზე, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ მომდევნო წელსაც აიცრან, რა და კიდევ უფრო დაცული იყვნენ გრიპის ვირუსისგან. როგორც წესი, ერთი და იგივე ვირუსი სხვადასხვა წელს არ გვხვდება, ყოველთვის იცვლება ხოლმე შტამი, ყოველთვის იცვლება ხოლმე ქვეტიპები. ვირუსების შემდეგ პატარები არიან დასუსტებულები, როგორ ვიზრუნოთ მათ მოძლიერებაზე? ეს არის ჩვენი მშობლების ყველაზე დიდი ტკივილი, რაზეც გვეკითხებიან ხოლმე ტელეფონზე გვირეკავენ, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ვირუსისგან, გადაიტანეს ვირუსი და ახლა როგორ დავიცვათ, რომ ხელმეორე ახალი ვირუსები არ შეხვდნენ, ვინაიდან ეს არის პერიოდი, როდესაც ავადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, დათრგუნულია, ბევრი რამ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ვირუსი თვითონ სწევს დაბლა ქვემოთ, როგორც ფაგოციტარულ სისტემას, ისევე ჰუმორალურ იმუნიტეტს, ასევე სტრესი, გარემო. ჩვენი ბავშვები სახში კი ვტოვებთ ხოლმე ხშირად დამერწმუნებით, მაგრამ ტელეფონებთან და ეკრანებთან არის მიჯაჭვულები და ძილის დარღვევები გვაქვს. ძალიან ცუდად იკვებებიან და გადასულებიან ტკბილეულზე. ყველაფერი. აი ეს არის, თითქოს იტყვით, რომ ძილი რა შუაშია იმუნიტეტთანო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ჯანსაღი, სწორი ძილი, ხანგრძლივობა ძილისა უწყობს ხელს ჯანსაღი იმუნიტეტის განვითარებისას, რადგან ტელიმფოციტები აქტიურდებიან აქ და ჯანსაღი ტელიმფოციტების წარმოქმნას უწყობს ხელს ძილი. ასევე ის სტრესული ფაქტორები, როგორც არის თქვათ ადრენალინი, ნორადრენალინი, პროსტაგლანდინები, რომლებიც ასევე ჭარბი რაოდენობით სტრესს იწვევენ და სტრესი კიდევ უფრო აქვეითებს იმუნიტეტს, ძილის დროს პრაქტიკულად მინიმალურია მათი გამომუშავება. ასე რომ ჯანსაღ კვებასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვა, სწორედ ძილიც არის იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორი. ასევე ნაკლები ურთიერთობა კომპიუტერთან და ეკრანთან. აუცილებლად, იმიტომ რომ ჯანსაღის ცხოვრების წესი არის თავი და თავი ჩვენი ბავშვების ჯანსაღი იმუნური სისტემის. სუფთა ჰაერზე სეირნობა, დიდხანს ფიზიკური აქტივობა, ზომიერი, რა თქმა უნდა. აი დღეს თოვლი მოგვივიდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პატარები თოვლში გამოვიყვანოთ. ვარჯიში, მშობლებთან თბილი და ტკბილი დამოკიდებულება, სასიამოვნო გარემო, ჯანსაღი კვება და მოწესრიგებული ძილი, ეს არის იმუნიტეტის საფუძველი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბავშვები, ადამიანები ზოგადად ადვილად უმკლავდებიან გრიპის ვირუსსაც და სხვა დამხლებ ვირუსებსაც. ვირუსების გავრცელების კერა არის საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით სწრაფად საბავშვო ბაღებში ედებათ პატარებს და როგორ დავიცვათ მშობლებმა ისინი, რა რეკომენდაციებს გვირჩევთ? საგანმანათლებლო სისტემები, როგორც წესი, დახურული ტიპის სისტემებია. მთელი დღის განმავლობაში ერთ ოთახში უხდებათ ბავშვებს ყოფნა და შესაბამისად კონტაქტი არის ძალიან მჭიდრო. ვიცით, რომ გრიპის ვირუსი და საერთოდ რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ჰაერწვეთოვანი ინფექციებია და გადაეცემა მჭიდრო კონტაქტით, გადაეცემა ასევე დაბინძურებული საგნებით, როდესაც სათამაშით თამაშობენ ბავშვები და იქ ნერწყვის საშუალებით დაბინძურდება. აი და ხშირად მინდა აღვნიშნო, რომ მშობლები უშვებენ შვილებს, როდესაც აქვთ სხვიდან ჩამონადენი და ფიქრობენ, რომ ეს არ არის გადამდები ან გაციებული თვლიან, რომ გაციებულები არიან. ძალიან ხშირად ჩვენს გვსმენია ეს, რომ არა ვირუსი არ აქვს, არის გაციებული. რა თქმა უნდა, ესეც მითია, გაციება არის ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ეს იქნება ადენოვირუსული რესპირატორული სინციტივი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს, ისეთ ზოგად ინტოქსიკაციას არ იწვევს, როგორც გრიპის ვირუსია, ბავშვი კარგად გრძნობს თავს, თუმცა გადამდებია სხვა ბავშვებისთვის და არის მტარებელი ამ რესპირატორული ვირუსის. შესაბამისად, უკვე აღნიშნეთ, მჭიდრო კონტაქტი, დახურული სივრცე, როდესაც არ ნიავდება საკლასო ოთახები, საბავშვო გარემო, ამიტომ კერა ნამდვილად არის ხოლმე ეს საგანმანათლებლო სისტემები. ამიტომ მშობლებს მოუწოდებთ, რომ როდესაც ბავშვი ავად არის,
ვამყოფოთ სახლში, კარგ გარემოში, მივაწოდოთ დიდი რაოდენობით სითხე, ჯანსაღი საკვები და მხოლოდ გამოჯამრთელებული დაუბრუნოთ საგანმანათლებლო დაწესებულებას. და აღმზრდელებს და მასწავლებლებს კი ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება ხშირად გაანიავონ სასწავლო ოთახები, ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში ვამყოფოთ ბავშვები და ცოტა ხანი მაინც დასვენებებზე მაინც ვთხოვოთ ბავშვებს, რომ თბილად ჩაცმულები გარეთ გავიდნენ, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ამასობაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მაქსიმალურად ვენტილაცია მოხდეს სასწავლო ოთახების, საბავშვო ოთახების, რომ კონცენტრაცია ვირუსის მაქსიმალურად შევამციროთ. და ბოლოს საინტერესო არის, როდის ითვლება ბავშვი გამოჯამრთელებულად, ჩვენ ვიცით, რომ ხელა უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე. რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსს რაც შეეხება, გადამდებლობა დაავადების გამოვლენიდან პირველ დღეს არის ძალიან აქტიური და დაავადების გამოვლენიდან მე-5-მე-6 დღეს უკვე ბავშვი აღარ ავრცელებს ვირუსს. თუმცა ბოლო დროს დაიდო კვლევები, რომ ეს მონაცემები უფრო დამახასიათებელია მოზრდილი ასაკისთვის, მცირე ასაკის ბავშვებში და განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გადამდებლობა, როდესაც რინორია აქტიურია, ხოლო აქტიურია 10 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ მშობლებს მოუწოდებთ, რომ სანამ ბავშვი მყარად არ დადგება ფეხზე, ასე რომ ვთქვათ, არ მოეხსნება სურდო, არ მოეხსნება ხველა, ყავდეს სახლში, რათა თვითონ საკუთარ შულსაც არ შეუქმნათ საფრთხე და არც სხვა ბავშვებს. ხშირად როდესაც გაციებულ ბავშვს უშვებენ საბავშვო ბაღში, მისი იმუნიტეტი უფრო დაქვეითებულია და კიდევ უფრო მეტი საფრთხე ელის, ხო მას? რა თქმა უნდა, სწრაფად შეიძლება დაინფიცირდეს სხვა ვირუსული ინფექციით, რომელიც ჩვენ საუბრის დასაწყისშივე ავღნიშნეთ ამ ეტაპისთვის 10-ზე მეტი ვირუსია აქტიური ძალიან რესპირატორული ინფექციების თვალსაზრისით. უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავ ინფორმაციის მოწოდებისთვის და მადლობა რომ დრო გამონახეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონო, მადლობა ტელემაყურებელს.